პროცესს შეიძლება ვუწოდოთ ჩაშლილი თუ დაზიანებული თუ აი როგორ შევაფასებთ იმას, რაც ახლა ხდება პარლამენტში, როდესაც ერთი პარტია დარჩა კონსტიტუციის პირისპირ. მოგესალმებით დიანა, მადლობა მოწვევისთვის. პროცესი რომ იყოს ჩაშლილი, შეიძლება ეს ყოფილიყო შესაძლო გამოსავალთა შორის ერთ-ერთი არც უცუდი გამოსავალი. პროცესი უფრო რთულ მდგომარეობაშია, იგი არ არის ჩაშლილი. ვიდრე ჩაშლა, იმიტომ რომ ჩაშლის შემთხვევაში ჩვენ გვჭება კონსტიტუცია, რომელიც გვაქვს და გვჭება ვერსია იმისა, რომ იგი უკეთ შევცვალოთ, არა მხოლოდ ფორმულირებები იყოს უკეთ გამართული, არამედ თავად პროცესი იყოს უფრო მეტი ჩართულობით და კონსტიტუცია მიიღოს ქართველი ხალხის ფართო სპექტრის წარმომადგენლებმა და არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ნებასრულზე იყოს იგი მოჭრილი. ამიტომ დიდი ალბათობით პროცესი იქეთ მიდის, რომ ჩვენ მივიღებთ ერთი პარტიის კონსტიტუციას, რომელიც იქნება მნიშვნელოვნად ნაკლული დოკუმენტი, ვიდრე ჩვენ გვქონდა მთელი ამ 95 წლიდან დღემდე, მიუხედავად თავისი შიდა ხარვეზებისა და მრავალჯერ არასწორი ცვლილებების შეტანისა, კონსტიტუცია ასრულებდა ქვეყნის საზოგადოების ერის ფუნდამენტის ფუნქციას. ეს კონსტიტუცია რატომ ვერ შეასრულებს? ხომ ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ის მოსწონებოდა ვინმეს თუნდაც საპარლამენტო ძალებისგან. ნებისმიერ კონსენსუსის შემთხვევაში ხომ კრიტიკა იქნებოდა მაინც ამ პოლიტიკური ჯგუფებისგან. აბა კარგად გავიხსენოთ თავად პროცესი. ერთადერთ საკითხზე ქართულ ოცნებას რომ გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც თავადვე გამოაცხადა, რომ იყოს სწორი ნაბიჯი და ეს იყო საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, მაშინ ამ კონსტიტუციას და ამ პროცესს ექნებოდა არასრული, მაგრამ უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერა პარლამენტში და პარლამენტს გარეთაც. ანუ ერთ საკითხს გადააყოლა ქართულმა ოცნებამ სისტემაზე გადასვლა ოცნებას ეწერა, ეს ბოლო დროს შეიცვალა, რომ ის 7 წლიანი, ესე ვთქვათ, ვადით ჩერდება და მაინც ამ კონსტიტუციის პროექტს უამრავი კრიტიკოსი ყავდა. მე არ ვცდილობ მათ ადვოკატირებას, მაგრამ მაქვს ეს ვთქვათ კონტრშეკითხვები თქვენ და მაინც ის არ მოსწონდა არავის. არავის არ მოწონდა, ასე არ არის. ცალკეული დებულებები, ცალკეული საკითხები, პრეზიდენტის უფლებამოსილების თემა, ეროვნული უშუალოების საბჭოს საკითხი, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თემები ბევრ თემაზე იყო განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ კონსტიტუცია კომპრომისების შედეგია, უნდა იყოს. ამიტომ მე სრულად ცალსახად ვხედავ, რომ ერთი საკითხის სწორად გადაჭრის შემთხვევაში ამ კონსტიტუციის ტექსტს ექნებოდა გაცილებით ფართო მხარდაჭერა. და ზუსტად ამაშია საქმე, რომ ქართულმა ოცნებამ პირველ რიგში პოლიტიკურად არასწორად წაიყვანა ეს პროცესი. თავიდან გასცა იმ ტიპის დაპირებები, გააჩინა იმ ტიპის მოლოდინები, რომელიც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი და იმ მოლოდინებში, ანუ პროპორციული სისტემის შიგნით დახვეწაზე მიდიოდა მსჯელობა. ოცნებამ მოახერხა ის, რომ ვენეციის კომისიაშიც მოჭრა თავი ქვეყანას, იმიტომ რომ ვენეციის კომისიამ დასკვნა დადო იმ ტექსტზე, რომელიც მას ედო წინ. ვენეციის კომისიის დასკვნის 20 გვერდიდან 6 გვერდი ეთმობა სწორედ პროპორციული სისტემის ბონუსური მოდელის გამართვის და გაკეთილშობირების მცდელობას. მე ეს ვიცი და ამას ჰაერზე არ ვსაუბრობ, რომ ვენეციის კომისია არანაკლებაა შეშფოთებული იმ განვითარებით, რაც ბოლოს ამ დღეში მოხდა. ანუ ვენეციიდან სანამ ქუთაისში ჩავიდა ეს ხალხი, მან შეცვალა ყველაფერი ამ კონკრეტულ საკითხში და ყველასთვის ნათელი იყო, რომ ეს საკითხი იყო გასაღები სხვა თემებზე კონსენსუსის მოძებნის. ბატონ დავით, მე მგონი სხვებს კი არა, თავად ირაკლი კობახიძესაც არ მოსწონს ეს კონსტიტუცია, იმიტომ რომ მისი მთავარი დაპირება და მისი მთავარი სურვილი ჩანდა, რომ იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ალბათ მხოლოდ კახა უქრიაშვილია კმაყოფილი ამ კონსტიტუციის პროექტით. ასეთ დასკვნას ხედავთ თქვენ? უნდა მოახერხოს ლიდერმა, რომ ასე მოხდეს, რომ ესე იგი თავად უბედური დარჩეს და სხვა ბედნიერი. ეს არაა პოლიტიკური ლიდერის ამოცანა. არც მე მომწონდა ის ვერსია, რაც 2015 წელს კოალიცია ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაარეგისტრირა როგორც ინიციატივა. მაგრამ მე დავინახე, რომ ეს იყო მაქსიმუმი იმ უმრავლესობიდან, რაც შეგვეძლო მიგვეღო, რომ 2016 წლის 1 ნოემბრიდან გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე. ამიტომ მე არც შიგნით, არც გარეთ, არც პარტიულ კოლეგებთან და არც ვენეციასთან არ მილაპარაკია ჩემს წარმოდგენებზე. მე მინდოდა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა მაშინვე. მაგრამ ეს არის კოლექტიური საქმე. ჯერ გუნდში უნდა დაიბევო ის მხარდაჭერა და უნდა მოახერხო ამისი კონსოლიდირება და მერეა მისი გამოტანა თბილისში, ქუთაისში, მთელი საქართველოს შემოიარეს ამ ტექსტი. ირაკლი კობახიძის როგორც ლიდერის მარცხი მთელი ეს პროცესი. მე
ირაკლი კობახიძეზე არ გადავტეხდი ჯოხს. მე არ ვიცი სად არის ამ პროცესებში პრემიერ-მინისტრი, ვინც არის პოლიტიკური გუნდის ლიდერი, ოცნების, ვინც არის ამ ქვეყნის ლიდერი. სად იყო და კოალიციის ხდომას ესწრებოდა, რომელზეც ასეთი ტიპის კონსენსუსზე გამოვიდა ინფორმაცია. მე არ ვიცი, მე არ ყოფილვარ იმ ხდომაზე, არც თქვენ ყოფილხართ. მე არ ვიცი დახურულ კარს ვინცაც საუბრობს, მაგრამ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, პოლიტიკურ ძალებთან კომუნიკაცია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და სწორედ კონსენსუსის მოძებნა, პრეზიდენტთან კომუნიკაცია და ასე შემდეგ. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამოცანა. ირაკლი კობახიძეს დაეკისრა პოლიტიკური ლიდერობის როლიც, ტექნიკური შემსრულებლის როლიც და არ ვიცი ყველა როლი. რატო იტვირთა მან ეს ყველაფერი თუ მისი გატანის შანსი ვერ ხედავდა რა შეგიძლიათ თქვა ჩვენ მოვისმინეთ დღეს ძალიან ეს თქვათ მძიმე პროცესია, იმიტომ რომ ყველა ბოიკოტს უცხადებს პროცესს, ვინც შიგნით ზის პარლამენტში, ვინც გარეთ არის და დღეს პრემიერი მესმის შესაძლოა საზაფხულო ბანაკები ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მოსწავლეებისთვის, მაგრამ საუბრობს საზაფხულო ბანაკებზე და იმ კლიპზე, რომელიც მე-6 მილიონე ტურისტს შეეხებოდა და რომელს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. პრემიერმა ამ ყველაფერზე უნდა ისაუბროს, ეს მისი საქმეა, მაგრამ მის საქმეში არის მეორე ნაწილი საქმის, თუ პირველი ნაწილი მე არ ვიცი, ესაა პოლიტიკური ლიდერობა და პოლიტიკურ პროცესებში სწორედ მისი როლი და ადგილი გუნდის შიგნითაც, გუნდის გარეთაც, ქვეყნის გარეთაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ეს არ არის რაღაცა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი, სადაც სხვადასხვა პროფესორებს და სხვადასხვა ადამიანებს შეიძლება ქონდეთ განსხვავებული აზრები. ესაა პოლიტიკური პროცესი და თან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. კონსტიტუცია. ჩვენ კონსტიტუციას ქვეყნის ფუნდამენტს ვუდგებით ასე ზერელეთ, ასე უპასუხისგებლოთ და ეს სერიოზული პრობლემაა. მე მინდა დავინახო, არ ვიცი, ის შესაძლო რეალობა, რომ აი ახლა ვიზუალურად მაინც როცა ხედავენ ოცნების ლიდერები იმას, რაც ხდება, აი ვიზუალურად დაინახონ, თუ არსობრივად არგუმენტებით ვერ გაიაზრეს რაშია საქმე, ვიზუალურად მაინც დაინახონ რა ხდება და იქნებ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და სწორი გადაწყვეტილება არის ძალიან მარტივი. 2 წლის წინ თავად ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საარჩევნო სისტემის პროექტი, რომელსაც მაშინაც და დღესაც ყველა უჭერდა მხარს, განსხვავება იმაში იყო 2016 წლის სამოქმედებული იყო თუ 2016 შემდეგ 20 წლისთვის ითქვა მაშინ, როცა თქვენ იყავით პარლამენტის თავმჯდომარე. ეს მნიშვნელოვანია და სხვა ჩვენს ახლა დეტალების არავის ცალია, მაგრამ იქ თუ 2024 წელს მოკლედ ეს სხვა თემაა, იმიტომ რომ ხო, მაშინაც შემდეგზე იყო საუბარი, ახლა შემდეგზეა საუბარი. შემდეგზე, მაგრამ 2016 წელს არჩეული პარლამენტი რაიმე მიზეზით თუ ვადამდე არჩევნებს მოამწიფებდა, მაშინ უკვე ახალი სისტემით უნდა ჩატარებულიყო და ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია, მაგრამ ახლა ამის არავის ხედა. ზუსტად რას ვაპარაკობ, რომ არსებობს ქვეყანაში დაწერილი, ინიცირებული, საჯაროდ განხილული, ვენეციის მიერ მოწონებული ტექსტი, რომელზეც ყველა თანხმდება, ყველას აქვს თანხმობა გაცხადებული. ქართულ ოცნებას მოწერილი აქვს ხელი ამ დოკუმენტზე 2016 შემდეგ გადავიდეთ ამ სისტემაზეო. ამას მხარს უჭერს ყველა დედამიწის ზურგზე. საქართველოში ვერ ნახავთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ამას კუცნაშვილის გარდა. ოქრიაშვილი და კუცნაშვილი ესაა ოცნება. და ოცნება მაჟორიტარები რა პრინციპით შეარჩია და რატო შეარჩია, რომ ახლა მეუბნებიან რომ მაჟორიტარები ერთგვაროვანი არ ყოფილა დავწმუნდით. პატარა კოალიციას დაემსგავსა. ამ საკითხში ოცნებას რომ მოეხერხებინა ფართო კონსენსუსის მიღწევა, იმ ოცნების ცალკეულ დეპუტატებს შეიძლება და ქონოდა თავისუფლება თავისი აზრი გამოეხატათ. ჩვენს შემთხვევაშიც იმ წინა კოალიციურ პირობებში რამოდენიმე ადამიანი ამბობდა, რომ მე ამას ხარს არ დაუჭერ. მაგრამ ზუსტად იმ განწყობით, რომ კონსტიტუციას ერთი გუნდის შიგნით საყოველთაო მხარდაჭერით კი არ უნდა ვიღებდეთ. სხვადასხვა გუნდებში მოგროვებული მხარდაჭერით უნდა ვიღებდეთ. მაშინ აქ კონსტიტუციას აზრი. სხვა შემთხვევაში ეს ტექსტი ემსგავსება სადისერტაციო ნაშრომს, შეიძლება კვალიფიციურად შესრულებულს თეორიულად, რატო კობახიძის ხვებიც მონაწილეობდნენ იქ. ხო, მაგრამ ესე უწოდებენ, რომ არა ქვეყნის თავარ პოლიტიკურ სამართლებრივ დოკუმენტს. ეს ძალიან სერიოზულ თემებს შეეხო. ეს ხალხი და კიდევ მეორე მინდა როგორმე ხმა მივაწვინოთ პრემიერსაც, სხვებსაც, ვინც ოცნებაზე პასუხისმგებელი არიან და ოცნების გადადგმულ ნაბიჯებზე ხვალ და ზეგ პასუხისმგებელი. იძინა ივანიშვილიც, მთავრობის წევრებიც, მთავრობის წევრებს ხედავ, რომლებაც ჩემზე გაცილებით უკეთესიან ეს ყველაფერი. იუსტიციის მინისტრია იქ, სხვა მინისტრები არიან, რომლებსაც ეს ხმა, იძინა ივანიშვილს მთავრობის წევრებს, რომ იციან ეს ამბავი, რომ ახლა რაც ხდება, ეს არის საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი. აი ეს მიხეილ სააკაშვილიც კი
იმას მაინც ახერხებდა, რომ რამოდენიმე საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალას იამხანაგებდა ხოლმე ამ ცვლილებების დროს, რომ ფორმალურად მაინც ქონდა სათქმელო, აი მარტო ჩვენ ნაციონალები კი არა, აი კიდე ვიღაცა უჭერს ამას, კიდე რაღაცა ხდება, კიდე რამოდენიმე არასამთავრობო ექსპერტი. ოცნება ამ გზით, ამ სუპერ თვითიზოლაციონალიზმის გზით ძალიან სერიოზულ ხიფათში აგდებს თავის თავსაც და ქვეყანასაც. ანუ ოცნება მოახერხა ის, რომ მხოლოდ თავად ზის დარბაზში, მხოლოდ თავად დაწერა, ასე ქვია, იმიტომ რომ კი იყო იქ რაღაც შესწორებები, მაგრამ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვინც პროექტს ხელს აწერდა, იყო ოცნება. თან რჩება შთაბეჭდილება ხოლმე თანხმებით, რომ თავადაც არ მოსწონს, იმიტომ რომ იქ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ. მამუკა მდინარაძე, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე. ისინიც დამარცხდნენ. იმიტომ რომ აიმხედრეს ყველა დანარჩენი ჯერ გარეთ და გარეთ ყველა დანარჩენი სამხედრების შედეგად ასე ვთქვათ გული მიეცა და მომენტი იხელთა იმ ხალხმა ოცნების შიგნით, რომელსაც დემოკრატია, მრავალპარტიულობა, რაღაცას ევროპული სტანდარტები, ეს ისეთივე თემებია, როგორც არ ვიცი, ჩინური ჩემთვის და თქვენთვის. მათთვის ეს საკითხები ყოველთვის იყო და იქნებოდა პრობლემური. მე ვიცი, ყოფილი ვარ ამ ვითარებაში, ამ უმრავლესობის ხმებზეც ყოფილი ვარ და ვიცი რა განსხვავებული ხედვები არის ხოლმე, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვიმეორებ, როდესაც ოცნების ლიდერებს მოუნდომებიათ, მაშინ მათ გამოუძებნიათ გასაღები ყველა კონკრეტულ საკითხზე ნაბიჯის წინ გადადგმის. ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე გონიათ ნაკლები იყო წინააღმდეგობა ოცნების შიგნით, მაგრამ იმ წინააღმდეგობის დასაძლევად კოლეგების დასარწმუნებლად ბიძინა ივანიშვილი გამოიძახეთ კოალიციის ხდომაზე. ბიძინა ივანიშვილი არ გამოგვიძახებია, თავად მობრძანდა, იმიტომ რომ მისთვის ეს თემა იყო სუპერ მნიშვნელოვანი. და როცა სუპერ მნიშვნელოვანი პროცესში, მაგრამ ეს იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც სჭირდებოდა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა არავის გამოძახება ასად არაა საჭირო. ადამიანებმა თავად გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება და განსაკუთრებით იმაზე, რაც შეიძლება მოყვეს მოვლენების ასე განვითარებას. ბატონ დავით, გუშინ სხვათა შორის შეუძლია ჩარევა ჩაერიოს. საჭიროა პროპორციულ ჯანმრთელ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის არჩევნებისთანავე და ამითი არათუ განიმუხტება კრიზისი, არამედ ქვეყანა რაღაცა ნორმალურ კალაპოტში გადავა. კარგით. ბატონ დავით, გუშინ სხვათა შორის, ვიდრე თქვენ ანტიდისკრიმინაციულს გაიხსენებდით, მე ჩემს სტუმრებთან ზუსტად ესეთი პარალელი გავიხსენეს წარსულიდან, რომ ანტიდისკრიმინაციული ძალიან სადაო უმრავლესობის შიგნით კანონპროექტის მიღების დროს, იქ ივანიშვილი მივიდა კოალიციის ხდომაზე, თავისით, როგორც თქვენ ახლა ამბობთ და არავის არ გამოუძახებია და მოახერხა უმრავლესობის ეს თქვა შემოკრება ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად. ეხლა კოალიციის ხდომაზე ითქვა, როცა ეს კონსენსუსამდე მივიდნენ, აი ამ 7 წლიანი შეჩერების კონსენსუსამდე, ითქვა, რომ ესწრებოდა ხდომას კოალიციის კი არა და პარტიის ლიდერი პრემიერი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი ავტორიტეტი გუნდში, რომ იმ ტიპის კონსენსუსი მოეხერხებინათ, როგორიც მაშინ ივანიშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე თუ ივანიშვილი არ ჩაერთო პროცესში და მიუშვა და მე არ ვიცი ახლა მარჩიელობას ვერ დავიწყებ. ხო, მაგრამ ძალიან მარტივი სამარჩიელო ამბავია. თუ მარტივია, მაშინ მარჩიელობაც აღარ ჭირდება, თუ ასე მარტივია. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ან არ მოინდომეს, ან ვერ შეძლეს. მე უფრო რჩება შთაბეჭდილება, რომ მაინც არ მოინდომეს. იმიტომ რომ ეს თემა შესაძლოა რაღაც გულის სიღრმეში ყველას რაღაცეთ სიმებს ეხება, რომ აი თუ იქნებოდა პროპორციული სისტემა იმ ხელა ბონუსით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალში იქნებოდა გარანტირებული, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ეხლა ვინაიდან ყველამ ქვეყანაშიც, ქვეყნის გარეთაც ვენეციამაც თქვა, რომ მოიცა რაშვებით ეგ როგორ შეიძლება, ამიტომ ის ბონუსიც უნდა იყოს რაღაცა ჩარჩოებში ჩამჯდარი. აი აქ როგორც ჩანს, აენთო წითელი ბევრს, როგორც გამოთქმა არის ხოლმე, რომ აიმე ამით ხო ის მოხდება, რომ ჩვენ ვეღარ გვექნება ისეთი გარანტირებული უმრავლესობა პარლამენტში და რჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრი ამის გამო არც იმას შეეცადა, რომ ნათქვამი სიტყვა შეესრულებინა, არც ის გაიაზრა, რომ კონსენსუსის მიღწევა ეს არ არის რაღაცა ისეთი კეთილი სურვილები. ეს ამ საქმეს ჭირდება, იმისთვის რომ საქმე სწორად გამოვიდეს. მაგრამ დღევანდელ ვითარებაში როგორც გითხარით, ერთი მხრივ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გარეშე მე ნაბიჯს არ გადავდგამო. აგერ გეუბნებით, ჯერ ერთი ჩვენ თვითონ ვიცით ფაქტები, რომ ვენეციაში იხილებოდა სხვა ტექსტი. მე ვიცი სხვა ფაქტებიც,
რომ ვენეციის კომისია არის ძალიან შეწუხებული იმითი, რომ მათ დასკვნა დააწერინეს ერთ დოკუმენტზე, რომელშიც მათ იმსჯელეს პროპორციული სისტემის გამართვაზე, არანაირი ფორმით და არანაირი მინიშნებითაც კი არ იყო საუბარი იმაზე, რომ მათი დასკვნა არ ეხებოდა ახლა უახლოეს არჩევნებს, ისინი ამ დასკვნას წერდეს სრული რწმენით და სრული განცდით, რომ ეს მკეთდებოდა ახლავე ამ სისტემაზე გადასასვლელად და 2 დღის შემდეგ ისინი იგებენ მედია საშუალებებიდან, რომ რაც იმუშავეს და რაზეც იწვალეს 2 თვე, ეს ყველაფერი გვერდზეა გადაწეული. ვენეციის კომისია კი არ არის თავარი ფაქტორი ამ ამბავში. აქ ყველაფრის თანხმედრაა მთავარი, რომ შიდა პოლიტიკური ძალები, შიდა სამოქალაქო ძალები, საექსპერტო წრეები, მედია საშუალებები, უცხოელი ექსპერტები ყველა არის ერთ აზრზე და ეხლა ხელისუფლება გვეუბნება, რომ ქვეყნის განვითარებისთვის, რაც ჩვენს სწორად ვთვლიდით, რასაც ჩვენც ვამბობთ, რომ ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზა არის ეს სისტემა, ამას ჩვენ ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ რამოდენიმე ჩვენი წევრი ამის წინააღმდეგია. უკაცრავად რისი წინააღმდეგია? ქვეყნის სწორი განვითარების წინააღმდეგი თუა? ქვეყანაში ავტორიტარიზმის საფრთხის მომტანი თუა? გუნდში რისთვის გინდა ასეთი ხალხი? ანუ რაზეა საერთოდ საუბარი? მაშინ როცა როგორც ჩანს ვიღაცა უფრო ზემოთაც ხალობირებდა ამ ახლა აქ მოვდივართ, იმიტომ 116 ვარ თუ ამბობენ, ხო? ქვეყნის სამართავად სრულფასოვნად სამართავად საკმარისია 77 არის 80 პარლამენტის წევრი. დასვა საკითხი იქვინებ, რომ მეგობრებო, ვინც არ უნდა იყო ის? შენ თუ პარლამენტში იმიტომ მოხვედი, რომ ქვეყნის სწორად განვითარებას ეწინააღმდეგები, ჩვენს მიერვე დეკლარირებულ კურსს ეწინააღმდეგები, 2 წლის წინ ჩვენს მიერვე ინიცირებულ პროექტს ეწინააღმდეგები, რომ 2020-ში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები. თუ ეწინააღმდეგები იმას, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმის საფრთხე მოიხსნას, ქვეყანა წინ წავიდეს, მაშინ კითხვა ისმის, რისთვის მჭირდები მე გუნდში? ანუ რა უნდა ვაკეთო მე შენთან ერთად? აი აქ ხო სრულიად აშკარაა. ღირებულებითი აცდენა სახეზეა გუნდის შიგნით. და ღირებულებითი აცდენა სახეზე რომ იყო, ამაზე საუბრობდით, სწორედ შარშან ამ დროიდან მოყოლებული. რომ როდესაც კოალიციამ, ქართულმა ოცნებამ მიზნად დაისახა საკონსტიტუციო უმრავლესობა, იქ ღირებულებები გადაიდო გვერდზე. იქ ღირებულებები აღარ მუშაობს. მორჩა, ვინ არის შემძლე კონკრეტულ ოლქში 73-დან თავისივე ფულით მოიტანოს მანდატი პარლამენტში, რომ ჩვენ გვქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა. აი მთავარი ღირებულება. ამ ღირებულებას გაყვა ოცნება, ეხლა ამ ჩიხშია შესული და ხვალ კიდე უარეს გვიქარდეს. უმრავლესობა შესაძლებლობაც არის, როგორც ჩანს, მათ ასე ესმით ამ შესაძლებლობის გამოყენება. მე მინდა ვინაიდან თქვენ პარლამენტის თავმჯდომარე იყავით, ეს არ ნიშნავს, რომ თავმჯდომარეების ექსპერტად გამოგიყენოთ თქვენ ეთერებში და შეფასება გთხოვოთ, მაგრამ ამ პროცესზე ერთი კომენტარიც კი არ მახსოვს გიორგი კვირიკაშვილის. მთელი ამ პროცესის სპიკერი იყო ირაკლი კობახიძე. მან მოახერხა, მე მგონი, დაპირისპირება პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან, შეიძლება იმათაც შეუწყოს ხელი ამ წიაღში, ნუ შევალთ ახლა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიიღო კონსტიტუცია, რომელსაც არც გარეთ უჭერს მხარს ვინმე, არც შიგნით გუნდში წინააღმდეგობა მოყვა და საბოლოო ჯამში მე მაინც ამ აზრზე ვრჩები, რომ თვითონაც არ მოსწონს ალბათ ის, რაც მიიღო. თქვენი აზრით, ის მისი როგორც ლიდერის ყველაზე მძიმე შეცდომა იყო სწორედ ეს კონსტიტუციის პროექტი? პირველი, მე არ მგონია, რომ ირაკლი კობახიძე ვინმეს უგრძალავდა ამ პროცესში იმ როლის შესრულებასაც უნდა შეესრულებინა პირველ რიგში პრემიერ-მინისტრს, არა პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გუნდის შიგნით. ეს ერთი, მეორე, მე მგონი ის რაც ვნახეთ არის კაფეო მაგალითი იმისა, რომ პოლიტიკური პროცესების მართვა არის ძალიან რთული საქმე და მას სჭირდება ძალიან მრავალმხრივი გააზრება. კიდევ მეორე, ეს არ არის არც საექსპერტო საქმე, სადაც შეიძლება გადასარევი კანონი დაწერო. ეს არ არის არც არასამთავრობოული საქმე. ეს არ არის, მოკლედ, რთული საქმეა. პოლიტიკური პროცესებში და ნაბიჯებში დათვლა იმისა, თუ ერთ ნაბიჯს რა შეიძლება მოყვეს და მეორე ნაბიჯს რა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ტიპის აზროვნება უდუნდება ყველას, ვინც კონსტიტუციური უმრავლესობის არის განებიურებული. ესაა საძალაუფლებო სიმთვრალე, ესაა რაღაცა ექსტაზის მდგომარეობა, როდესაც ყველა დანარჩენი ამბები იქით-აქეთ რაც ხდება, ეს თითქოს ხო იქით ხდება რაღაცა, ახაც ხდება რაღაცა, მაგრამ მე ხო აგერ ვარ, რომ მივაჭერდეს. წააწყდა წინააღმდეგობა, სადაც აღარ ელოდა. აბსოლუტური ძალაუფლება, რომ ბევრ ცუდ საქმეს აკეთებს და მათ შორის ადუნებს ყურადღებას, მობილიზებულობას, იმიტომ რომ პოლიტიკოსი, რომელიც უარესზე არ თulis, ანუ უარესს არ ითვალისწინებს, მე ძალიან კარგი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ მინდა გავიგე, მაგრამ რომ არ გამოვიდეს ხელში რამ რჩება, იმასაც ხო არ კარგავ, რაც გქონდა. და ბევრი ასეთი ამბები ხლა არ მინდა თეორიებზე საუბარი.
ვთვლი რომ 2016 წლის საარჩევნო შედეგი, რომელიც იყო ასე იდეა ფიქსად ქცეული კონსტიტუციური უმრავლესობა ოცნებისთვის და რომლის უზრუნველყოფასაც ახლა ცდილობენ სხვადასხვა სისტემებით, ეს იწვევს ზუსტად ამ ტიპის რაღაც საძალაუფლებო მოდუნებებს და ეს მოდუნება ძალიან ძვირად უჯდება ქვეყანას. ბატონ დავით, ივანიშვილი თქვენი აზრით ეს არ არის მისთვის საინტერესო პროცესი და ამიტომ არ არის ჩართული თუ ის გარედან აკვირდება პროცესს თუ აი კონსტიტუციის პროექტი არ არის ვთქვათ მთავარი გამოწვევა მისთვის ისევ როგორც ეს იყო წინა პარლამენტის დროს ანტიდისკრიმინაციული კანონი რომელიც თქვენ გაიხსენეთ. მე არ ვთვლი რომ მისთვის ეს პროცესი უმნიშვნელოა ან არ ესმის მნიშვნელობა და ასე არ არის. ჩვენი ერთად მუშაობის პერიოდში კონსტიტუციური საკითხები მისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემები და ჩვენ ერთად შევძელით რამოდენიმე საკითხში კონსტიტუციაში ჩადებული რაღაცა ნაღმების განეიტრალება და იქ ძალიან კაფიო და ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ძალაუფლების შეკვეცისკენ, რაც სააკაშვილის თავისთვის ჰქონდა დაბევებული და როდესაც პრემიერ ივანიშვილს ამის თაობაზე აუხსენით რა წერია კონსტიტუციაში, ახლა ის არ არის კონსტიტუციის ექსპერტი და დღესდღეობით მას არ კითხულობს, როგორც კი დაინახა ეს ამბავი, სასწრაფოდ მოვახერხოთ ეს რომ ასეთი რამ არიდოს პრემიერის ძალაუფლებაში, რაც არის ჭარბი ძალა ამ შემდეგ. რაც შეეხება თავად კონსტიტუციურ პროცესს, აქ ახლა წინასვლები არ გვინდა, მაგრამ მე ერთი სხვა რამეც მიკვირს, იმიტომ რომ წინა წლებში ჩვენი საერთო მიდგომა კოალიციაში იყო საკონსტიტუციო ტექსტში მინიმალისტური ჩარევა. ანუ ჩვენ ქონდა ასეთი მიდგომა და ივანიშვილიც იზიარებდა მას. რომ ეხლა გადაწერაზე იყო კონსტიტუცია, ესე იგი 95 წელს მიღებული ქვეყნის საფუძვლად უნდა შევინარჩუნოთ. იმ კონსტიტუციამ თავისი სიცოცხლე დაიწყო, თავისი რეალურ ცხოვრებაში გამოყენება დაიწყო. ქვეყანას, რომელიც ახლა ვდგამთ ნაბიჯებს და ახლა ვაკვარახჭინებთ ჩვენ სახელმწიფოებრიობას. თითქმის ყველა ფრაზა გადაწერილია, იმიტომ რომ ერთ-ერთ სემინარზე თავად ირაკლი კობახიძე გვაჩვენებდა ჟურნალისტებს ძველ რედაქციას და შემდეგ წითლით როგორ იყო და აი თითქმის ყველა გვერდში ყველაფერი გადაწერილი. ახალი კონსტიტუციაა. ახალი კონსტიტუცია. დიდი მადლობა დავით ნუმერაციით ჩინააც. დიდი მადლობა დავით უსუფაშვილს. მე მას დავემშვიდობები და გადავალთ ჩვენ შემდეგ სტუმართან. ეს არის გაგა კახიანი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. ბატონ გაგა, როგორ გძნობთ თავს მარტო პარლამენტში ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობის